კითხავ ასეთ რამეს, რომ რა არის ის ამბავი, თხზულება, რა ვიცი, რაღაც გაგონილი თუნდაც, რომელიც გახსოვს ბავშვობიდან, და რაღაც ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ისტორია იყო შენთვის. ეხლა პირველ რიგში მინდა რომ თვითონ ამ სტრუქტურაზე ვილაპარაკო, როგორ ხდება ხოლმე მაგალითად კონკრეტულად ტრენინგებზე ზღაპრით დამუშავება ჩვენი ტრავმების. პირველ რიგში ზღაპარი გვაძლევს და როცა ზღაპარს ვამბობ კიდევ ერთხელ მეორე არ არის აუცილებლად ზღაპარი იყოს ხალხური მაგალითად, ნებისმიერი ესეთი თქმულება და ნარატივი, კოლექტიური არაცნობიერის ნარატივი გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე შეუღწეվել და ყველაზე დაფარულ ოთახში შევიდეთ. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად იმაში, რასაც ახლა ვაპირებთ, ზუსტად ახლა დაიწყება ეს ტრენინგი, არის ასეთი რამ. არის სპეციალური ტექნიკა, როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა ეს ზღაპარი.